მშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს არის სამშაბათი და ჩვენ საუბრობთ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ჩვენს ტრადიციული რუბრიკის ფარგლებში კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დღევანდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. გვიახლოვდება შავი პარასკევის ფასდაკლებები, ნელ-ნელა უკვე აქტიური ხდება შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიების, ეს იქნება ონლაინ მაღაზიები თუ ფიზიკური, ასე ვთქვათ, მაღაზიების მხრიდან და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ ფასდაკლებების ფარგლებში, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ მივიღოთ სწორედ ის შედეგი შავი პარასკევის ფასდაკლებების დროს, რაც გსურს და მიზანი არის, რომ ხელმისაწვდომ ფასად მივიღოთ კონკრეტული პროდუქცია. ჩვენი სტუმარი დღევანდელ გადაცემაში იქნება გულნაზ ბოკუჩავა, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდით დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და თავდაპირველად ესე ზოგადი თემით გავშალოთ და შემდეგ უკვე იმ კონკრეტულ საკითხებზეც გავამახვილოთ, რაზეც აუცილებელი არის ყურადღების მიქცევა. მოკლედ, ჯერ ზოგადად გავშალოთ შავი პარასკევის ფასდაკლებების დროს რა უნდა ვიცოდეთ და ის ყველაფერი, რაზეც მათ შორის ჩვენი გადაცემის ფარგლებში არაერთხელ გვისაუბრია, ვთქვათ, მომხმარებელთა უფლებების კუთხით, თუ ვრცელდება ესეთი განსაკუთრებული ფასდაკლებების პერიოდში. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ასევე დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ შავი პარასკევი გვიახლოვდება, ნამდვილად აქტუალურია ის თემები, რაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ. სააგენტოსთვის პრიორიტეტულია კიდევ ერთხელ მომხმარებლებს გააცნოს თავიანთი უფლებები და ასევე ასე ვთქვათ, მოვაჭრეებს შეახსენოს თავიანთი ვალდებულებები, რათა ამ პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიაროს. კი ბატონო. ზოგადად რო დავიწყოთ, შავი პარასკევი განსაკუთრებული დღე, ასე ვთქვათ, შესყიდვების მიმართულებით სახელშეკრულება ურთიერთობები, ესე ვთქვათ, ძალიან გააქტიურებულია ამ დღეს, თუმცა ის ვალდებულებები და ის უფლებები, რაც მოვაჭრეს და მომხმარებელს აქვთ, როგორც ყველა დღეს, ანუ შავ პარასკევსაც ჩვეულებრივ ამ დღესაც მიემართება. აი ზოგადად რომ თქვათ, ანუ საბაზისო ვალდებულებები, რაც ყველა დღეს აქვს მომხმარებელს, რა თქმა უნდა, შავ პარასკევზეც ვრცელდება, მაგრამ შავი პარასკევი გამორჩეული და განსაკუთრებულია იმ კუთხით, რომ ამ დღეს იზრდება ტრაფიკი და ესე ვთქვათ, შეწყვილების ტრაფიკი და მომხმარებელი ვალდებულია, რომ ერთი მხრივ თავისი კუთხით წინდახედულობის ნორმები გამოიჩინოს, მეორე მხრივ მოვაჭრე ვალდებულია, რომ მაღალი სტანდარტის შესთავაზოს მომსახურება მომხმარებელს. დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში მოვაჭრე ვალდებულია, რომ თავის შესახებ ინფორმაცია, ანუ ინფორმირების ვალდებულება აქვს მომხმარებელთან მიმართებით და მან თავის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები იქნება ეს იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი თუ ასე შემდეგ, ანუ ის მონაცემები, რითაც მოვაჭრე, ანუ ხელშეკრულების მეორე მხარე იქნება იდენტიფიცირებული, მან უნდა მიაწოდოს მომხმარებელს. ასევე მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს და მოვაჭრე ვალდებულია, რომ მას მიაწოდოს წესები და პირობები, ესე ვთქვათ, სავაჭრო პოლიტიკა მოვაჭრეს, სადაც გაწერილი იქნება როგორც ნივთის დაბრუნების პირობები, ასევე კომერციული გარანტია, ასეც არსებობს კანონის მიერი გარანტია და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი ნორმაში არ არის, მომხმარებელს შეუძლია მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. ყველაზე აქტუალური შეიძლება ამ დღეს იყოს, ეს არის ფასის მითითება. იქიდან გამომდინარე, რომ ფასი ხელშეკრულების ძირითადი, ესე ვთქვათ, გენელია და ფასის მიხედვით ირჩევს მომხმარებელი, რომელი მომსახურება თუ საქონელი აირჩიოს, შესაბამისად ფასის მითითებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისათვის შეწყვილების პროცესში. შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, რომ საქონელსა თუ მომსახურებაზე საბოლოო ფასი დაიტანოს, ისევე როგორც საბოლოო, ასევე ერთეულის ფასი. ეს არის კანონის მოთხოვნა. უფრო რომ ჩავშალოთ, რას ნიშნავს ეს საბოლოო ფასი? საბოლოო ფასი არის ფასი, რომელიც დაიტანება საქონელსა თუ მომსახურებაზე, ან მიეთითება შესაბამის მომსახურებაზე და ამ ფასში უნდა მოიაზრებოდეს ყველანაირი გადასახადი, იქნება ეს მიტანის ღირებულება, იქნება ტრანსპორტირება თუ მონტაჟის გადასახადი. ანუ მე როცა მომხმარებელი ვყიდულობ საქონელსა თუ მომსახურებას, ესე ვთქვათ, არ უნდა ვიყოს სიურპრიზების მოლოდინში მომავალში, რომ შეიძლება კიდევ რამე დამატებით გადასახადი დამეკისროს. შესაბამისად, კაფიოდ ნათლად და არა ორაზნეულად უნდა იყოს მითითებული საქონელზე და მომსახურებაზე საბოლოო
ფასი, ისე როგორც ერთეულის ფასი. კი ბატონო, ეს იგულისხმება, თქვენ გულისხმობთ როგორც ონლაინ ვაჭრობას, ისე ფიზიკურად მაღაზიებში, ხო? დიახ, თავისთავად ეს მოთხოვნა, რომ ფასი არაურაზროვნად მკაფიოდ ნათლად იყოს მითითებული ნებისმიერ სახის ონლაინ თუ ოფლაინ სივრცეში ვაჭრობას მიემართება. ონლაინ ვაჭრობას უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ შავი პარასკევი დღეა და ონლაინ ვაჭრობა, ესე ვთქვათ, უფრო მეტი მოცულობით წავა ონლაინ სივრცეში. ჩვენ გვაქვს, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ასევე არის აღმასრულებელი ორგანო ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტირების მიმართულებით აღასრულებს მას, რაც ნიშნავს იმას, რომ ონლაინ სივრცეში ვაჭრობაც, ესე ვთქვათ, რეგულირდება. შესაბამისად, თუ კი რაღაც გადაცდომებს და მომხმარებლის უფლებების დარღვევას ონლაინ სივრცეში ექნება ადგილი, მომხმარებელს ისევე შეუძლია მომართოს, როგორც ოფლაინ სივრცეში. ამ კუთხით უბრალოდ მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ამას პრაქტიკა გვიჩვენებს და შეიძლება რომ ეს დღის წესრიგში დიდი ალბათობით ისევ დადგება, ეს არის ონლაინ სივრცეში ეგრეთ წოდებული შავი ხრიკების გამოყენება ონლაინ პლატფორმების თუ მოვაჭრეების მხრიდან. ეს არის მაგალითად ცრუ, ესე ვთქვათ, თუ კი მოვაჭრე ამ პლატფორმა ამბობს, რომ დარჩენილია 2 ნივთი ან დარჩენილია 20 წუთი, ანუ ფორსირება მოვაჭრეს, რომ მათ მოახდინოს შესყიდვა. ეს შეიძლება იყოს ხრიკი და მიზნად საერთოდ არის სახავდის, რომ რეალური მიზნისგან მოკლებული იყოს და მისი მიზანი იყოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, დადგენილი გვაქვს სტანდარტი და თუ კი მოვაჭრე ვერ დაამტკიცებს, რომ ამას არ ქონდა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზანი, ანუ არ იყო ის მიზანი, რომ მომხმარებელი უბრალოდ დაეჩქარებინა შესყიდვებში, ამ შემთხვევაში დარღვევა, რომ მომხმარებლის უფლებები დარღვეულია. კი ბატონო, ანუ ზოგადად ისე ვთქვათ, ცნება, რომ მარაგების ამოწურვამდე არის ფასდაკლება, ეს დაშვებულია თუ რეალობასთან არის ეს კავშირში, თუ უბრალოდ რაღაც გავლენას ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში გარკვეული მიმართულებით თქვენგან შესაძლოა სანქციის ქვეშ მოხდეს მოვაჭრე, ხო? დიახ, მომხმარებელი თავიდანვე უნდა იყოს ინფორმირებული თუ რა არის მარაგში, ანუ არ შეიძლება რომ მოვაჭრემ შესთავაზოს ისეთი საქონელი ამ მომსახურებული ისეთი საქონელი ნივთი, რომელიც რეალურად მარაგში არ არის. აი ვთქვათ, შავ პარასკევს თუ იქნება ისეთი შემთხვევა, როცა ფასდაკლება ვრცელდება კონკრეტულ ნივთებზე, მე როგორც მომხმარებელმა შევისყიდე, შევიძინე ეს ნივთი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფასდაკლების დასრულების შემდეგ რომ გადაამოწმეს, ან მიზა მიმართულად აღმოჩნდა, რომ უკვე მარაგში აღარ არის და ამ მიზნით მოვაჭრე ამბობს, რომ იგი ვერ გადასცემს ნივთს და შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლას ითხოვს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ესეთი შემთხვევაც დადგეს, რომ ნამდვილად ამოიწუროს მარაგი, მაგრამ მოვაჭრე არის უფრო ძლიერი მხარე ხელშეკრულებაში, შესაბამისად მას მართებს, რომ წინასწარ იცოდეს, გადაამოწმოს მარაგების თაობაზე ინფორმაცია და მომხმარებელს ეს იმთავითვე დაუყოვნებლივ გონივრულ ვადაში მიაწოდოს. თუ კი ეს ასე არ მოხდება, მოვაჭრე იმით ვერ გაიმართლებს თავს, რომ მარაგში რაღაც ნივთი არ არის და ამით იგი ვერ განთავისუფლდება ვალდებულებისგან მომხმარებელს შესთავაზოს იგივე კატალოგში, იგივე ფასდაკლება მსგავს ნივთზე. ჩვენ ამაზე გადაწყვეტილება უკვე გვაქვს, ანუ დადგენილი სტანდარტი გვაქვს მიღებული, ამიტომ მოვაჭრეებს მოუწოდებ, რომ ესეთი ხრიკები, ესე ვთქვათ, არ გამოიყენონ იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ უკვე მოითხოვოს იგივე სახის ნივთებიდან რომელიმე სხვა იგივე ფასდაკლებით. შესაბამისად, იგი ვალდებულებებისგან მოვაჭრე ვერ განთავისუფლდება. კი ბატონო, ფასის მითითების ნაწილსაც რომ დაუბრუნდეთ, ანუ აი ამ ფასდაკლების დღეს საბოლოო ფასი უნდა გქონდეთ მითითებული, ან თქვათ რაღაც იქ გრადაცია შეიძლება იყოს, თქვათ აქედან აქამდე იყოს ფასდაკლება რაღაც კონკრეტული პროცენტიდან კონკრეტულ პროცენტამდე, ანუ გასაგები რო გახდეს მომხმარებლისთვის, აი რა კონკრეტულად რა უნდა მიუთითოს, ასე ვთქვათ, მოვაჭრე, იმიტომ რომ განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობის დროს ზოგადად ფასის მითითების თემა მაინც პრობლემატურად რჩება, გარკვეული ესეც რაღაც ხრიკია ალბათ აქტივობის გაზრდისთვის, თუმცა ამის ვალდებულება აქვთ თავად მოვაჭრეებს. დიახ, ფასდაკლების შემთხვევაში უნდა გამომიჯნოთ საბოლოო ფასის მითითების ვალდებულება და ასევე ფასდაკლებული ფასის მითითების ვალდებულება. საბოლოო ფასი და ერთეულის ფასი, ეს ზოგადად ყველა პროდუქცია უნდა იყოს ყოველთვის დატანილი, რაც მოიცავს მიტანის ღირებულებას, მონტაჟს და
ასე შემდეგ საბოლოო ფასს, ხოლო რაც შეეხება ფასდაკლების შემთხვევაში, თუ კი ცხადდება ფასდაკლება, აუცილებლად მომხმარებელს უნდა მიეწოდოს როგორც ფასდაკლებული ფასი, ასევე ფასდაკლებამდე არსებული ფასი. ხანდახან არის ხოლმე, რომ ხშირად სამწუხაროდ იმ დღეს ან ძალიან ცოტა ხნით ადრე ხელოვნურად იზრდება ფასი და შემდგომ აკლებენ ამ ფასს და ადებენ ესე ვთქვათ ფასდაკლების სიალქს, რაც არის შეცდომაში შემყვანი. ამ შემთხვევაში მოვაჭრეს მოუწევს რომ დაამტკიცოს რომ მისი მიზანი არ იყო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რაც დამეთანხმებით ალბათ ძალიან გაუჭირდება, იქიდან გამომდინარე რომ ცხადია იმ დღეს გაზრდილი ფასის შემდეგ ისევ ფასდაკლებით დაკლება ესე ვთქვათ რასაც ემსახურება, შესაბამისად ამაზეც სააგენტოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს და დადგენილი პრაქტიკა, შესაბამისად მოვაჭრე ვერ განთავისუფლდება ვალდებულებისგან რომ აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება, თუ კი ხელოვნურად მიზანმიმართულად შეიყვანს მომხმარებელს შეცდომაში. კი ბატონო, და აი მივედით ამ ეტაპზე, როდესაც ვხედავთ რომ ჩვენი უფლება დაირღვა, როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში, აი მომხმარებლის მხრიდან რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის რომ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს? კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2022 წლიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან, ასევე ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის ძალაში 2023 წლიდან შევიდა. შესაბამისად ამ დროიდან აღასრულებს ონლაინ ვაჭრობასთან იქნება თუ ოფლაინ ვაჭრობასთან მიმართებით მომხმარებლის შესაძლო დარღვეული უფლებების, ესე ვთქვათ, აღდგენის. შესაბამისად მომხმარებელს არამხოლოდ მომხმარებელს, ჩვეულებრივ გამცხადებელს, ანუ პირს, რომელსაც შეიძლება პირდაპირ და უშუალო ზიანი არ მიადგეს, აი მაგალითად შეიძლება მე არ ვიყო ხელშეკრულების მონაწილე, თუმცა ვნახე რომ მაღაზიას წესები და პირობები არ აქვს ფორმაში, ნებისმიერი დარღვევა და კანონშეუცდომობა სახეზე. ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია გამცხადებელს მომართოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ჩვენ განცხადება, ძალიან მარტივი განცხადების ფორმა შეუძლია შეავსოს და წარმოადგინოს ჩვენთან, ჩვენ უკვე ადმინისტრაციული წესით საქმის შესწავლას დავიწყებთ, თუ კი გამოიკვეთება რომ მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესში შეიძლება რომ ზიანი მიადგეს, 1-დან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში ვიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, ან დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ, ან დადასტურდება უფრო სწორად დარღვევა, ან არ დადასტურდება, ან შეიძლება პირობით ვალდებულებაც გაფორდებს მოვაჭრესთან. ამის შემდგომ თუ კი დარღვევა დადასტურდება, მოვაჭრე ვალდებულია რომ ეს დარღვევა და მომხმარებლის უფლება აღადგინოს და ასევე სავაჭრო პოლიტიკა კანონშეუსაბამოს, თუ კი იგი ამას არ გააკეთებს, ესე ვთქვათ, შემდგომ უკვე გავდივართ უფრო შედარებით მძიმე სანქციებზე, ეს იქნება ჯარიმა და თუ კი კიდევ ჯარიმის დაგესრებიდან არ გამოსწორდება, მაშინ უკვე შეიძლება მივიდეთ განმეორებით ჯარიმამდე და შესაბამისად უფრო გაზრდილ საურავდი. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ მომწურავი დეტალებისთვის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებით ჩავი პარასკევის ფასდაკლებებზე. ეს ისეთი დღეა, რომ მომხმარებელსაც აქცენტი აქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს პროდუქცია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს მთავარი საკითხები, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. შემდეგ სამშაბათამდე რუბრიკის ფარგლებში გემშვიდობებით, ნახვამდის.